საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომდევნო პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით კვლავ პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველ გუნდში ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიერ გააქტიურებულ პოლიტიკურ განცხადებებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური მიზნებით ხდება. მათი თქმით, ეკლესიაზე საუბარი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია და გარკვეული ჯგუფები და ადამიანები ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ როგორც საზოგადოებაში, ისე საპატრიარქოში. პატრიარქის არჩევა არის წმინდა სინოდის გადასაწყვეტი და ბუნებრივია ჩვენ მივიღებთ სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ამ კონკრეტულ თემაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ჩარევა არის მიუღებელი და ასე ვთქვათ, ყველანაირ ჩარჩოს ცდილებაში. სამზად ყველა მხარემ, თავისი ოპოზიციამ, სამთავრობომ, ნებისმიერმა მხარემ უნდა შეიკავოს თავი ამ საქმეში ჩარევისაგან. ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი აჩვენა 17-21 მარტის დღეებში. და ამიტომ არიან გამწარებულები, გაშფოთებულები, გონებაარეულები, თუ უცხოეთიდან დაწყებული, თუ აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული. რომ ებრძვიან ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას, ცდილობენ რომ რაღაცა განხეთქილება შეიტანონ და ასე როდის იყო, როდის აქეთ აინტერესებს ახლა დაწყებული გვარამიადან დამთავრებული ნებისმიერი ნაცმოძრაობის მხარდამჭერით და აქტივისტით, რომ ეკლესიაზე ინტერესდებოდნენ. როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი არის ბნელი ძალების წარმომადგენელი და სასულიერო პირები არიან წვეროსანი ძველი ძალების წარმომადგენლები და ტაშს უკრავს ეს ხალხი, როგორ შეიძლება ახლა ვინმე დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს. რადიკალური ჯგუფები ცდილობენ ხელები აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, სინოდს მივანდოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც არის თავდაპირველად მისი პრეროგატივა, თვალსახაა და თვალსაჩინოა პატრიარქის სურვილიც, პატრიარქის დამოკიდებულებაც იმის მიმართ თუ რა გზით უნდა გააგრძელოს დედა ეკლესიამ სიარული მის ხელმძღვანელობით თვალსაზრისით და დღეს ხდება ამიტომაც ძალიან ვინძური კამპანია მცდელობა იმის რომ დისკრედიტაციის ჭრილში გააშავონ კონკრეტული სასულიერო პირები, მათთვის სასულიერო პირებს თან მიმართებით არ ვიცი თუ კი ასეთი არის რაღაც მწვანე გზა უნთონ, მოკლედ ეს ადამიანები არ ეშვებიან იმ ვერაგ დამოკიდებულებას და პოლიტიკას, რაც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ საკუთარი სამშობლო, საკუთარი დედა ეკლესიის, მისი საჭემპობლის მიმართ და იმ ღირებულებების მიმართ, რასაც ქვია ეროვნული და სულიერი ღირებულებები.